და მისი თქვა კონფირმაცია და დადასტურება ასევე საჭირო მთელ რიგ კანონებზე და ამ თუმცა მაგალითად ავსტრიაში სადაც არის საპარლამენტო რესპუბლიკა ხალხი ირჩევს პრეზიდენტს მაგრამ აქ არ არის არჩევის წესი აქ არის მე მგონი პრეზიდენტის უფლებებზე უფრო საუბარი კი ბატონო უფლებები საფრანგეთში მეტია ვიდრე პოლონეთში ჩვენია იმ მოდელით რაც დაიდო მაგრამ ეს ჯერ კიდევ პროექტია ჯერ ვენეციის კომისიიდან არის წინასწარი შეტყობინობა რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ასეთი ტიპის მოდელი რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან სხვა არ არსებობს ესეც ითქვა ნახოთ ანუ შემდგომ საბოლოოდ ამ დასკვნის მერე და უკვე საბოლოო კეჭისყრების მერე გაცხადდება თქვა რომელ მოდელზე თანხმდება საზოგადოება მე ისევ გეუბნებით რომ გარდამავალ პირობებში ძალიან ისეთი მკვეთრი რადიკალური და მტკივნეული მაგრამ აუცილებელი რეფორმების პირობებში რასაც უნდა მოსდევდეს ქვეყნის მოდერნიზაცია და თუ მოდერნული არ ახარ ესე იგი ჩამორჩები დღევანდელობას მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში იქნებოდა ეს პრეზიდენტი თუ სხვა უნდა ყოფილიყო გარკვეული ბერკეტები კონცენტრირებული იმიტომ რომ არ მომხდარიყო ის რაც თქვათ უკრაინას დაემართა გაურკვეველი თქვათ ზღვრები სხვადასხვა შტოებს შორის და სტაგნაცია რეფორმების განხორციელების პროცესში რაც დამთავრდა მე დაპირისპირებებით ყველა ფრონტზე. და ეხლა როდესაც პრემიერის უფლებები გაძლიერდება და პრეზიდენტის მოიკლებს ფიქრობთ რომ ნაკლები არის საშიშროება. თუ კი ეს არის ასე მასობრივად საზოგადოების მოთხოვნა. თუ კი მთელი რიგი მტკივნეული რეფორმები უკვე წარსულშია, თუმცა ბევრი რამ მაინც არის კიდევ გასაკეთებელი და იგივე ჯანდაცვაზე არის მთელი დავა და ასე შემდეგ და ეს რეალურია და ბევრი რამ მისახედია, ხო? მაგრამ მაინც გარკვეული ეტაპი განვლილია და საზოგადოების ჩართულობაზე ბევრად მეტია აქცენტი ვიდრე ის იყო თქვა 2004-6 წლებში. ну მაშინ შეიძლება დრომ ეს მოიტანა და მეც დავეთან. ბატონ დავით, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დამთხევა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა პრეზიდენტად, მან შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი. როდესაც მისი მეორე საპრეზიდენტოვა და უკვე ამოწურვისკენაა, ის აძლიერებს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ეს აჩენს გარკვეულ ეჭვებს დამეთანხმებით. ხომ არ არის რაღაცნაირად ეს ერთპიროვნებაზე მორგება კონსტიტუციის? შეიძლება ეს უბრალოდ დამთხევაა. ისევ რაღაც მამთენას უბრალოდ გავქვანტოთ ეს ეჭვები. რუსეთის შემთხვევაში სულ სხვა რამ არის. იქ პრეზიდენტის ხელში არის კონცენტრირებული ძალაუფლება, თქვენ თქვით და სავსებით სწორია, უბრალოდ საქართველოს მაგალითზე ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს სუპერ საპრეზიდენტოა, მაგრამ შეიძლება ამას დაუსრულებელი დავა. რუსეთში ნამდვილად ასე არის, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. პრემიერი მართავს და მისი მცირეწრე და გარკვეული განშტოებების სპეცსამსახურებში პიროვნებებიდან გამომდინარე. ანუ აღმოჩნდა, რომ მოდელს არავითარ მნიშვნელობა იქ არ აქვს. მაგრამ ჩვენ ხო არ ვართ ისეთ სახელმწიფო, როგორც რუსეთი. ჩვენთან ხომ უნდა გქონდეს მოდელს მნიშვნელობა და დავემორჩილოთ. თავი შეიძლება ვთქვათ, მავანს და მავანს ოპონენტს, ვინც ვიყურებს, მიაჩნდეს, რომ სად მე და სად ჩემი მეგობრები და სად მორალი, ну მათინება არის. ბუნებრივია ხო მე მასე არ ვფიქრობ, მაგრამ პრაგმატულად შევხედოთ. ჩვენი ხსნა, გამოსავალი პრაგმატულად ჩვენი გადარჩენა, თავისუფლების დაცვა არის დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროსთან კარგი ურთიერთობები და ну რუსეთში ასე არ მიაჩნიათ. იმიტომ ჩვენ უნდა დაუჯეროთ, თუ კი ასე ვთქვათ, ვინმეს გონია, რომ ჩვენ არ გვწამს, მაინც უნდა დაუჯეროთ ვითანამშრომლობთ ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, გნებავთ ამაზეც შემიძლია დაუსრულებლად საუბარი, ეს უფრო ჩემი პროფილია და ამ ყველაფერს გათვალისწინება უნდა და ანგარიშის გაწევა უნდა. ну ჩვენი გზა ეს არის. სრული ურთიერთგაგება პრინციპულ საკითხებზე ევროკავშირის ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ისეთი მოდელი, რომელიც მეტნაკლებად იმეორებს ძირითად პრინციპებს, რაც ამ ქვეყნებშია და ისეთი პრაქტიკა, რომელიც ასევე მისაღები არის ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორებისათვის. გასაგებია, ბატონ დავით, მართალია ჩვენ ვთქვით, რომ ჯერ ადრე ამაზე ვლაპარაკეთ, არ არის ეს სწორი, რომ სააკაშვილი ან ვიღაცა ხელისუფლებიდან ირგებს კონსტიტუციას. ისევე მეორებ, სულ სხვა მოდელი იყო პრიორიტეტი ჩვენთვის გარკვეულ პერიოდში და აბსოლუტურად განსხვავებული, ხშირად ძალიან დაპირისპირებული, რადიკალურად დაპირისპირებული პარტიების მხრიდან არის სწორედ ის ინიციატივა, რომელსაც უსმენთ საპარლამენტო რესპუბლიკისგან სულად. გასაგებია, ბატონ დავით, მაგრამ ასევე ჩდება ეჭვი, რომ ვუშვებთ ჩვენ, რომ შეიძლება სააკაშვილი გაპრემიერდეს, ხომ ამას ხომ არ გამოურიცხავთ ამას? რა ვიცი, ამაზე მე მგონი გიპასუხებ. კი, მაგრამ მთავარი არის რომელი პარტია რა რაოდენობით, რა რეიტინგების საფუძველზე დააკომპლექტებს პარლამენტს 2012 წელს. ანუ ეს არის ასე ვთქვათ 50-50-ზე. შესაძლებელია ასეც მოხდეს. ვერ გეტყვით, დღეს ასეთი იყო განლაგება, ანუ გულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს დაახლოებით 50-55. ხომ რეგიონებში ცოტა მეტი, ქალაქში ცოტა ნაკლები.
თუ ასეთი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი შეკვეთები მთელ რიგ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. გასაგებია, ბატონ დავით, მოდით შევცვალოთ თემა. ძალიან საინტერესო ინტერვიუ მიცა ფრანგულ გაზეთ 20 minutes პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილო. არ გავცნობი ვარ, მაგრამ თქვენი მეშვეობით. მე წაგიკითხავთ იმ ნაწყვეტებს, ასე რომ პრობლემა არ იქნება. მაგალითად, ერთ-ერთი რამაც მე პირადად ძალიან დამაინტერესა, ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ეუთოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ შენიშვნებს. ამ ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს, აი ვკითხულობ პირდაპირ, რომ ეუთო ქართული არჩევნების კრიტიკით სიტუაციის დრამატიზებას ახდენს და მან საკუთარი არსებობა უნდა გაამართლოს. აი თუ ეთანხმებით ამ პოზიციას. სხვა შორის კიდევ ერთი რამეა ნათქვამი, რაც არ ამომიწერია, რომ საერთოდ ეუთოს არ იწვევენო ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ გამონაკლისს დავუშვით. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, ვინც თქვა ეს ინფორმაცია გადმოგცათ რამდენად არა ეს პრესაში გაზეთია სრულად არის გადმოცემული, იმიტომ რომ თქვა რიგ საიტებზე ძალიან მოკლედ იღებენ ხოლმე ინტერვიუებიდან იმას, რაც უფრო აინტერესებს. ცოტა კონტექსტი კარგება, ამიტომ არ შემიძლია კომენტირება ამაზე, მაგრამ ეუთოსადმი საქართველოს პატივისცემას და ყურადღებას ამტკიცებს პრაქტიკული ნაბიჯები უფრო, ვიდრე ცალკეული ინტერვიუებიდან ცალკეული პასაჟების ამოღება და პრაქტიკული ნაბიჯი სწორედ ეგ იყო, რომ ჩვენი ძალიან დიდი თხოვნით ეუთომ ოდირმა, მისმა თქვა ადამიანის უფლებათა განზომილების ნაწილმა თუ ინსტიტუტმა მოავლინა მართლა ძალიან დიდი რაოდენობით დამკვირვებლები. გასაგებია, კიდევ ერთი ამ ინტერვიუდან ერთი ნაწყვეტი სააკაშვილი აქ აცხადებს, რომ ვერ ხედავს საშიშროებას ირანთან ურთიერთობის აღდგენაში და მიიჩნევს, რომ ვიზების გაუქმება, პირდაპირ ავიარეისების აღდგენა, ბათუმში ირანის საკონსულოს გახსნა არ გულისხმობს პოლიტიკურ დაახლოებას. თუ იზიარებთ ამ აზრს? იქნება აგვიხსნათ აი მაშინ რა იგულისხმება ვთქვათ პოლიტიკურ დაახლოებაში. იცით რა, ჩვენ ვარ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. და ამ გამოწვევებზე პასუხი პირველ რიგში დევს ეკონომიკაში, ინვესტიციებში. ძალიან სწრაფად გვინდა ჩვენ ფული, იმიტომ რომ არ ჩამორჩეთ მოდერნიზაციის პროცესს. აი როცა საუბრობენ, რომ მეტი თანხა გაუშვათ სოციალურ პროგრამებზე, კი, თითქოს ლოგიკურია, მაგრამ ამით თუ ჩვენ ტემპი დავკარგეთ მოდერნიზაციის და დამატებით ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად გადავედით სრულ სოციალური პროგრამების დაკმაყოფილებაზე, ამით არა მარტო ინფლაცია შეუწყობთ ხელს, მაგრამ შეიძლება აი ეს ძვირფასი დრო დაგვეტარგოს, რომლის დროსაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ თავისუფლებას მოაქვს კეთილდღეობა. და აქედან გამომდინარე რეგიონულ ქვეყნებთან ურთიერთობა, ფინანსების მოზიდვა ჩვენივე გადარჩენისათვის. ამ მოცემულ მომენტში, როდესაც თუ რამე გვემუქრება ჩრდილოეთი, ხო? არის გარდაუვალი აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში და გარწმუნებთ, რომ ასეც ხდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ, გასათვალისწინებელია ირანის მიმართება სხვა მოთამაშეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ის პრობლემატიკა რაც არის და ამ პრობლემატიკის გადაწყვეტას ჩვენ სოლიდარულები დავრჩებით. თუმცა დღეს ორი მიდგომა გამოიკვეთა ბრაზილიურ-თურქული და დანარჩენი, ხო? გაგრძელდება ეს პროცესი და ჩვენ მთლიანობაში ვიქნებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან. და მაინც არის თორე ეს პოლიტიკური დაახლოება. ირანული ინვესტიციების მოზიდვა ისევე როგორც არაბული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, როდესაც ეს ფული არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ჩაყენებული და კონტროლ ქვეშ, არ მიმაჩნია რაიმე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კონტექსტიდან ამოვარდა. გასაგებია, მადლობთ. კიდევ ერთ ნაწყვეტს წაგიკითხავთ, რომელიც მართლა სიტყვასიტყვით მაქვს ამბეჭდილი და თუ ეჭვი გაგიჩნდებათ, გადაცემის შემდეგ შემიძლია გაჩვენოთ ეს გაზეთი. არა, მე თქვენ რომ სწორად კითხულობთ, ამაში ეჭვი არ გამიჩნდება, უბრალოდ საინტერესოა პირველ წყარო ვნახოთ ის ფრანგული გაზეთი არის თუ რაღაცა საიტებიდან ნაწყვეტი. არა, ფრანგული გაზეთია, რომელიც ინტერნეტში დევს. უფრო სწორად ეხლა პირველ რიგში წაგიკითხავთ 2010 წლის 17 მაისის თეირან ნიუსიდან ნაწყვეტს. თეირანი პარასკევს ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში მეჯიდ საბერმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი რწმუნების სიგელი გადასცა. შეხვედრის დროს სააკაშვილმა თბილისში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯანი დაპატიჟა. ეხლა უკვე ნაწყვეტი 20 minute-დან სააკაშვილის ინტერვიუდან. აქაც აძლევს კითხვას ჟურნალისტი აჰმადინეჯანის ვიზიტზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი პასუხობს. არ ვიცი ეს ცნობა საიდან მოიტანეს, მთავრობას ამის შესახებ არასდროს განუცხადებია. ეს დღეს ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. ანუ ორი განსხვავებული ინფორმაცია. თქვენ მე არ ვიცი მართლა თეირანის მედია საშუალებამ რა დაწერა, რა საფუძველზე დაწერა, მაგრამ როგორც კი გაჟღერდა ეს ჭორები, თუ თქვათ ხმა თუ რაღაცას თქვათ ვარაუდი რომ შეიძლება ირანის პრეზიდენტი ჩამოვიდეს საქართველოში, რამოდენიმე დღის წინ გაიცა ძალიან მკაფიოდ რამდენჯერმე პასუხები ჩვენი თქვათ შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომ ასეთი რამ არ იგეგმება. ეს ცოტა სხვა დონის ჟესტი არის. ზოგადად ახლა ირანის პრეზიდენტი რომ საქართველოს ჩამოვიდეს
სულაც არ იქნება ცუდი, მაგრამ ამ კონტექსტში და უშუალოდ თქვათ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით არის ბევრი